ბექაყორშია და არაკეთილის მსურველებო, ჩაგიფლავდათ გეგმა. ღარიბაშვილი სამეცნიერო ღვაწლმანა მონოგრაფიებმა ვერ იქონია სათანადო გავლენა კომისიაზე. ერთი ადგილი იყო მეცნიერებათა აკადემიაში და ისიც სხვამ დაიკავა, სხვა ირაკლი. არა, ოდესღაც ირაკლი ბათიაშვილის დიდი კაცი იყო მინისტრი, ახალშექმნილი სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, ისიც პარლამენტის წევრი, კომიტეტის თავმჯდომარე. ახლა კი ირაკლი ბათიაშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე აირჩიეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად, ქართული ენისა და კულტურის განყოფილებაში. მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ირაკლი ბათიაშვილს იმდენი აქვს ნაწერი, რამდენიც ირაკლი ღარიბაშვილს წაკითხულიც არ აქვს თავის ცხოვრებაში. მე აქ გავაგრძელებ მუშაობას იმ მიმართულებით გამოწვევები, რომელიც დგას დღეს დასავლური ცივილიზაციის წინაშე, ანუ საქმე ეხება კრიზისის იმ უახლეს ფორმებს, რომელიც მოიტანა 21 საუკუნემ სწორედ დასავლური ცივილიზაციის წინაშე და რა თქმა უნდა, აქვე დგება ძალიან სერიოზული პრობლემა იმის თაობაზე, რა შინაგანი რესურსი გააჩნია ამ ცივილიზაციას, რომ გადალახოს სწორედ ეს კრიზისის უახლესი ფორმები. რომელი იტყვით კრიზისი არ არისო? არის. ყველანი მაგას არ ვარჩევ, ნასწავლიცსა და უსწავლელიც, ფილოსოფოსსა და მოჭიდავეც. ყველანი ჭეშმარიტებამდე მისვლას ვცდილობთ. ჭეშმარიტებაზე გავესაუბრები. ეს ნიშნავს ჭეშმარიტება თქვენი ზალადობა ხალხზე. გავესაუბრები, იმიტომ რომ ღმერთისგან ძალიან შორს ახართ. ზოგს გვიფასდება ოღონდ, ზოგს არა. ირაკლი ბათიაშვილს ნამდვილად დაუფასდა, რამაც ძალიან გაახარა აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიის იმ განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც ბათიაშვილი აირჩია წევრად, წევრ კორესპონდენტად, ხლა ვინმე წვრილმანი შარი რომ არ მომდოს. ირაკლი ჩემი უმცროსი მეგობარია, ვამაყობ რომ ჩემი განყოფილების წევრი გახდა, უთხრა ჯორჯიან ტაიმს ჯაველიძემ. ირაკლი ბათიაშვილი თავისი აზროვნებით გამოხატავს იმას, რაც უნდა გამოხატოს, რომ გადაგვარდა კაცობრიობა. დღეს ევროპა გადაგვარებულია. სად მივდივართ? რომელ ევროპაში მივდივართ? ციტატის დასასრული. კაცობრიობა, კერძოდ ევროპა, შეიძლება მართლა გადაგვარდა, ბატონო ელიზბარ. თქვენ, ბატონ როინ მეტრელოს, ბატონ ვაჟა ლურთქიფანიძეს და ბატონ გიორგი სოსიაშვილს, როგორც აკადემიის ნამდვილ წევრებს ეს უკეთ მოგეხსენებათ ცხადია. ჩვენ კი უსწავლელთ და უბირთ. ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ არ გადაგვარდა საქართველო. რომ ჩვენში ისევ რაღაცას ნიშნავს ქართულ ჯიგრული გაგება და პონტი და რომ მეცნიერებამ იმ ხელისუფლების, ანუ თქვენ დეიდაშვილის შვილის მიშა ზიზღმა და ამ ხელისუფლების ერთგულებამ შეიძლება დაამეგობროს, გააერთიანოს და ჩაახუტოს გამსახურდიას განათლების მინისტრი ჯაველიძე და იარაღით მისი დამამხობელი შევარდნაძის უშიშროების მინისტრი ბათიაშვილი. გააერთიანოს თუნდაც ევროპისა და სამყაროს ბოლო ჟამს. ვაშა